ეს არის ნავთობის აუზის სახურავი მოსკოვში. ახლა შეხედეთ ამ სცენას. მოსკოვის ნავთობის გადამამუშავებელ ქარხანაში აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ უზარმაზარი საცავის აუზის სახურავი ჰაერში აისროლა. ამასობაში შავი კვამლის სვეტი ფარავდა რუსეთის დედაქალაქის სამხრეთ-აღმოსავლეთ რაიონს. ხუთშაბათს 2026 წლის 18 ივნისს ომი, რომელსაც ვლადიმირ პუტინი ცდილობდა როგორც შორეულს, ისე წარმოეჩინა, დაბრუნდა რუსეთის ყველაზე დაცულ სივრცეში. უკრაინულმა დრონებმა კაპოტნიას ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა უკვე მეორედ დაარტყეს, რომელიც კრემლიდან მხოლოდ 16 კილომეტრში მდებარეობს და გამოიწვიეს ხანძარი, რომელიც მოსკოვზე ახალი ზეწოლის სიმბოლოდ იქცა. ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა უბრალო სამიზნე არ არის. ის ამარაგებს დედაქალაქის რეგიონის საწვავის მნიშვნელოვან ნაწილს. ის უზრუნველყოფს რუსეთის ეკონომიკური მანქანის მუშაობას და წარმოადგენს იმ სტრუქტურის ნაწილს, რომელიც პუტინის ომს ამუშავებს. სანამ რუსეთის თავდაცვა აცხადებდა, რომ ასობით დრონი ჩამოაგდეს, მთელ მსოფლიოში გავრცელებულმა კადრებმა აჩვენა წინააღმდეგობა, რომელიც მოსკოვს წვავდა. მოსკოვი ამტკიცებდა, რომ ყველაფერი კონტროლს ექვემდებარებოდა, მაგრამ ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა ისევ იწოდა. ზელენსკიმ ეს თავდასხმა კიევში რუსეთის დაბომბვებზე პასუხად დააკავშირა, მათ შორის პეშესკის ისტორიული ლავრის კომპლექსის დაზიანებასთან. და მან კაფიოდ აღნიშნა, რომ უკრაინა ჩუმად არ აპირებს დარტყმის მიღებას, სწორედ ეს იყო ის, რაც სინამდვილეში იწოდა მოსკოვში. რატომ გახდა ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა მთავარი სამიზნე? როგორ შეძლეს დრონებმა რუსეთის თავდაცვის სიამაყის გარღვევა? ახლავე ყველაფერს გეტყვი. თუ ასეთი პირდაპირი და ზედმეტი საუბრის გარეშე კონტენტი მოგწონს, გამოიწერე არხი, რადგან აქ ასეთი ვიდეოები ყოველდღე გამოდის. მოსკოვის ნავთობის გადამამუშავებელი ქარხანა კვლავ დაზიანდა უკრაინული დრონების ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური შეტევის დროს რუსეთის დედაქალაქზე, მას შემდეგ რაც ფართომასშტაბიანი შეჭრა დაიწყო. ეს ობიექტი მდებარეობს კაპოტნიას რაიონში, მოსკოვის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, დედაქალაქის საავტომობილო რგოლის შიგნით. იგივე ნავთობის გადამამუშავებელი ქარხანა უკვე იყო თავდასხმის ობიექტი სამშაბათს, რაც მიუთითებს რუსული საწვავის ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ დაგეგმილ შეტევათა სერიაზე. შეტევის ძალა გამოჩნდა ერთ სცენაში, რომელიც რუსული უხერხულობის სიმბოლოდ იქცა. აფეთქებამ ნავთობის აუზის სახურავი მაღლა აისროლა. ეს კადრი გავრცელდა როგორც სიმბოლო დედაქალაქისა, რომელიც აცხადებდა, რომ დაცული იყო, მაგრამ საკუთარი ინფრასტრუქტურის უზარმაზარი ნაწილი ცაში აფრინდა. უკრაინამ აჩვენა, რომ შეუძლია სტრატეგიული ობიექტის დაზიანება რუსეთის მთავარ ქალაქში, მიუხედავად იმისა, რომ წლების განმავლობაში კრემლი ავრცელებდა პროპაგანდას დაუძლეველი ფარის, რადარებისა და საჰაერო თავდაცვის შესახებ. ოპერაციის სამხედრო ლოგიკა მარტივია. უკრაინა ცდილობს დააზიანოს რუსეთის შესაძლებლობა ნავთობი ფულად, სათვალად და საომარ ლოგისტიკად გადააქციოს. ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების საწყობები და ენერგეტიკული სტრუქტურები სამიზნეებად იქცა, რადგან ისინი ამარაგებენ სატვირთოებს, ჯავშან ტექნიკას, ავიაციას, სარკინიგზო ტრანსპორტს და შემოსავალს, რომელიც შეჭრას აფინანსებს. მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას ამ გათვლაში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. საერთაშორისო მედია მიუთითებს, რომ ის აწარმოებს დედაქალაქის რეგიონის საწვავის მნიშვნელოვან ნაწილს, მათ შორის ბენზინსა და დიზელს. რუსეთს უკვე უწევდა გარკვეულ რეგიონებში საწვავის სექტორზე ზეწოლის შესახებ ცნობებთან გამკლავება. იმ დროს, როცა ქვეყანა მიუხედავად იმისა, რომ ნავთობის გიგანტია, საწვავის საზღვაო იმპორტს ეძებდა დეფიციტის მოსაგვარებლად. აი სწორედ აქ აწუხებს ეს დარტყმა პუტინს. ენერგიის ექსპორტიორი ქვეყანა ცდილობს საკუთარ დედაქალაქში ხანძარი ჩააქროს. უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რუსეთზე თავდასხმები იყო პასუხი რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებულ დაბომბვებზე. განსაკუთრებით კიევის დაბომბვისა და პეჩერსკის ლავრის დაზიანების შემდეგ. ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რელიგიური და ისტორიული ადგილის. მისი სიტყვები მიმართული იყო პუტინისა და ჩვეულებრივი რუსებისკენაც. ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინას ეს ომი არასდროს სურდა, მაგრამ თუ უკრაინა დაიწვება, მოსკოვიც დაიწვება. ეს სიტყვები გაფრთხილებასავით გაისმა. დასულდა ის ეპოქა, როცა რუსეთი უკრაინულ ქალაქებს უტევდა და საკუთარ დედაქალაქში ისე ცხოვრობდა, თითქოს არაფერი ხდებოდა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრი სიბირჰამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ამ პოზიციას და უპასუხა მოსკოვის მცხოვრებლებს, რომლებიც სოციალურ ქსელებში კითხულობდნენ, რა ხდებოდა. მან თქვა, რომ პასუხი ომის წარმოშობაშია. რუსეთმა დაიწყო აგრესია უკრაინის წინააღმდეგ, წლების განმავლობაში კლავდა უკრაინელებს და ახლა რუსებმა უნდა კითხონ პუტინს, როდის აპირებს ამ ყველაფრის დასრულებას.
ამ რეაქციამ კრემლის მტკივნეულ წერტილზე დააჭირა თითი. რუსული პროპაგანდა ცდილობს მოსახლეობა დააძინოს, შეჭრას სპეციალურ სამხედრო ოპერაციას უწოდებს. მაგრამ როცა მოსკოვში ნავთობ გადამამუშავებელი ქარხნიდან კვამლი ადის, ომის ფსიქოლოგიური დისტანცია მცირდება. რუსეთმა ციფრებით სცადა პასუხი. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მისმა თავდაცვამ ღამით სხვადასხვა რეგიონში 555 უკრაინული დრონი ჩამოაგდო, მათ შორის თითქმის 200 ამ ეტაპზე ისინი მოსკოვს უახლოვდებოდნენ. პრობლემა პუტინისთვის ისაა, რომ მაღალი რიცხვი ხილულ შედეგს ვერ აკრობს. თუ ასეულობით ჩამოაგდეს, ზოგი მაინც გაიპარა. რუსეთი იზეიმებს გადაჭერებს მაშინ, როცა სტრატეგიული ობიექტები ცეცხლშია გახვეული. ოფენსივამ ასევე შეაფერხა დედაქალაქის სამოქალაქო ცხოვრების ნაწილი. ტრანსპორტის უწყებებმა განაცხადეს მოსკოვის აეროპორტებში ფრენების დროებითი შეჩერების შესახებ, ხოლო შერემეტიევოს აეროპორტში, რომელიც დედაქალაქის ყველაზე დატვირთულია, მოხდა ევაკუაცია. ვინოხოვოს, შერემეტიევოს, ჟუკოვსკისა და სხვა საავიაციო ობიექტებმა განიცადეს შეფერხებები დრონების განგაშის ფონზე. ადგილობრივი ცნობები ასევე მიუთითებენ ასობით ფრენის დაგვიანებას ან გაუქმებას. მგზავრები კი ტერმინალებში იყვნენ გაჭედილები და ცდილობდნენ გაეგოთ, შეძლებდნენ თუ არა ქალაქიდან გასვლას. ტრანსპორტის მოძრაობაც დაზარალდა. მოსკოვის ნავთობ გადამამუშავებელ ქარხანასთან და რგოლის გზის მონაკვეთებზე მოძრაობა შაბა შეწყდა, რადგან საგანგებო სამსახურები ადგილზე მუშაობდნენ. ადგილობრივებმა განაცხადეს, რომ სირენები არ ისმოდა და გაუცებულები იყვნენ თავდასხმის მასშტაბით. ზოგიერთ ვიდეოში, რომელიც ადგილობრივ არხებზე გავრცელდა, ჩანს კვამლი, ცეცხლი და არეულობა დაზარალებულ ტერიტორიებზე. ატმოსფერო გაღიზიანებული და პანიკური იყო, ადგილობრივები ჩიოდნენ, რომ არავინ გააფრთხილა და რომ დედაქალაქის ჩვეულებრივი ყოველდღიურობა დაირღვა. მოსკოვის რეგიონში გამთენიისას რამდენიმე ადგილას, მათ შორის ნავთობ გადამამუშავებელ ქარხანაში ზიანი დაფიქსირდა. გუბერნატორმა ანდრეი ვორობიოვმა განაცხადა, რომ უკრაინის მასშტაბური თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა. Associated Press-მა ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაკრდნობით 17 დაშავებულზე ისაუბრა, მათ შორის 2 ბავშვია. ასეთი ტიპის განსხვავებები ხშირად ჩნდება მასშტაბური თავდასხმების პირველ საათებში, როდესაც მონაცემებს სხვადასხვა უწყება ანახლებს. მიუხედავად ამისა, საერთო სურათი ნათელი გახდა. შეტევა მხოლოდ ერთ ენერგეტიკულ ობიექტს არ შეხებია. მან ზიანი მიაყენა საცხოვრებელ, კომერციულ და სამრეწველო უბნებს დედაქალაქის გარშემო. ჟუკოვსკიში, მოსკოვის რეგიონის ქალაქში დრონმა დააზიანა საცხოვრებელი კორპუსი გაგარინის ქუჩაზე, როგორც რეგიონალურ ხელისუფლებაზე დაკრდნობით იუწყებიან. საგანგებო გასასვლელის ტერიტორია მაღალ სართულებს შორის დაზიანდა და აივნების ფილებიც დაზიანდა. მაცხოვრებლების ევაკუაცია გახდა საჭირო. დაზიანებული საცხოვრებელი კორპუსის ფოტო კიდევ უფრო გაამძაფრა შოკი ქუჩაში, რაც აჩვენებს, რომ მოსკოვის თავდაცვამ ვერ შეძლო თავდასხმის შეჩერება და ის მეტროპოლიტურ რეგიონამდე მივიდა. ელექტროსტალში დრონის ფრაგმენტები კერძო სახლზე ჩამოვარდა და სახურავი დააზიანა. ერთი ქალი დაშავდა. ასევე დაფიქსირდა მანქანის დაწვის შემთხვევა ნამსხვრევების ჩამოვარდნის შემდეგ. რუსული ნარატივი ცდილობს თითოეული ჩაჭრა სუფთა გამარჯვება წარმოაჩინოს. მაგრამ თვითონ საერო თავდაცვის ნამსხვრევები შეიძლება პრობლემად იქცეს უბნებისთვის. დამარცხება. დრონების ჩამოგდება დასახლებულ ტერიტორიებზე რისკი არ აქრობს, ხშირად უბრალოდ აუცილებს ზემოქმედებას სახურავებზე, მანქანებზე, სახლებზე და ქუჩებზე. ლიუბლიანაში ნამსხვრევები რამდენიმე ადგილზე ჩამოვარდა და დააზიანა სპორტული დარბაზი და ობიექტი სამრეწველო ზონაში. რეგიონი კიდევ ერთი მაგალითი გახდა თავდასხმის ჯაჭვური ეფექტისა. კოტეუნიკში სავაჭრო ცენტრი ბელაია დაშას სახურავმა ცეცხლი მოიკიდა ნამსხვრევების ჩამოვარდნის შემდეგ. ცეცხლში გახროული სავაჭრო ცენტრის სცენამ კიდევ უფრო გააძლიერა უკონტროლობის განცდა, რადგან საქმე აღარ ეხებოდა მხოლოდ შორეულ ნავთობ გადამამუშავებელ ქარხანას ჰორიზონტზე, არამედ რეგიონის ყოველდღიური ვაჭრობაც გრძნობდა ზემოქმედებას. ჩეხოვის რაიონი, კრიუკოვის სოფელი და პაულოვსკი პოზადი ასევე ფიგურირებდნენ ზიანის შესახებ ცნობებში. ამ ადგილებიდან ზოგიერთში დაფიქსირდა კერძო სახლებისა და დამხმარე ნაგებობების დაზიანება. წინასწარი ინფორმაციით მსხვერპლი არ ყოფილა, მაგრამ მატერიალურმა ზიანმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა თავდასხმის მასშტაბი. ოფენსივა მოსკოვის რეგიონის ფართო ტერიტორიაზე გავრცელდა, რაც აჩვენებს, რომ პრობლემა ერთ წერტილზე არ იყო კონცენტრირებული. კრემლის იმიჯისთვის ეს მძიმეა. დედაქალაქმა არა მხოლოდ ნახა, როგორ იწოდა ნავთობ გადამამუშავებელი ქარხანა, არამედ დააგროვა ცნობები სავაჭრო ცენტრების, შენობების, სპორტ დარბაზის, სამრეწველო ზონის, სახლებისა და ავტომობილების დაზიანების შესახებ. სოციალურ ქსელებში გავრცელებულმა ეჭვმა კიდევ უფრო გაამძაფრა რუსეთის უხერხულობა.
უკრაინელმა ბლოგერმა დენის კაზანსკიმ განაცხადა, რომ ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის აუზის სახურავი შესაძლოა რუსეთის საერო თავდაცვის რაკეტას მოეხსნა და არაუშუალოდ უკრაინულ დრონს. ეს ვერსია ჯერ კიდევ ვიდეოს ანალიზზე დაფუძნებულ მტკიცებას გავს და არაოფიციალურ დადასტურებას. თუ ეჭვი დადასტურდება, რუსეთი საკუთარ თავდაცვას პრობლემის ნაწილად გადააქცევს. ვლადიმირ პუტინი თავდასხმის დროს მკისიერი და ძლიერი პასუხით არ გამოჩენილა, მაშინ როცა მოსკოვი ხანძარს, კვანს და აეროპორტების შეფერხებებს ებრძოდა. ის ყაზანში იმყოფებოდა დედაქალაქიდან დაახლოებით 700 კილომეტრში, სადაც სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის ლიდერებს მასპინძლობდა. პოლიტიკური სურათი კრემლემლისთვის არასახარბიელო აღმოჩნდა. დედაქალაქი იწოდა, აეროპორტები შეფერხებული იყო, მოსახლეობა სოციალურ ქსელებში წუწუნებდა და ვლადიმირ პუტინის შორს ჩანდა. საერთაშორისო დრის წესრიგში ცდილობდა უკრაინაში ნორმალურობის გაყიდვას. ეს კონტრასტი ომის პროპაგანდად გამოიყენება. რუსეთის ლიდერი გლობალურ ძალაუფლებაზე საუბრობს, მაშინ როცა ვერ ახერხებს საკუთარი დედაქალაქის შიგნით ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე განმეორებითი თავდასხმების აღკვეთას. რუსეთში კრემლის მკაცრმა მოკავშირეებმა რეაგირება მოითხოვეს. ნაციონალისტური ფიგურები და მთავრობის მხარდამჭერი კომენტატორები უფრო მკაცრ შურისძიებას ითხოვენ. ულტრაკონსერვატორმა ბიზნესმენმა კონსტანტინ მალოფეევმა კი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა, როგორც კონსერვატორმა რუსმა. Chegou a questionar por que Moscou não ბირთული არაც გამოიყენებდა. კრემლის რეაქცია თავდასხმაზე უკიდურესია. დეპუტატმა და გადამდგარმა გენერალმა ანდრეი გურულიოვმაც უკრაინის მიმართ გამკაცრებას დაუჭირა მხარი. ეს განცხადებები აჩვენებს, რომ თავდასხმამ მხოლოდ ფიზიკური ზიანი არ გამოიწვია. მან პუტინზე შიდა ზეწოლის კრიზისი გამოიწვია. რადიკალური ჯგუფები უფრო ძლიერ პასუხს ითხოვენ და ამავდროულად აჩვენებენ, რომ რუსეთის თავდაცვამ ვერ შეძლო ქვეყნის უმთავრესი სიბოლოს დაცვა. კრემლის მხარდამჭერი ბლოგერების რეაქციამაც აჩვენა, რომ მათაც არ მოეწონათ ეს კადრები. წამყვანმა და ბლოგერმა ანდრეი მედვედევმა უკმაყოფილება გამოთქვა იმ რუსებზე, რომლებმაც თავდასხმის ვიდეოები გადაირეს და გამოაქვეყნეს. თქვა, რომ ასეთი ჩანაწერები მტერს ეხმარება, რომ ახალი დარტყმები უფრო ზუსტად განახორციელოს. კრიტიკა რეალურ შეშფოთებას აჩვენებს. კადრები, რომელსაც ადგილობრივები ავრცელებენ, შეიძლება გახდეს რუსეთის ჩავარდნის საჯარო მტკიცებულება და ამავე დროს ანალიზის მასალა მომავალი ოპერაციებისთვის. როდესაც მთავრობა იძულებულია დაემუქროს მათ, ვინც მოსკოვში ხანძარს იღებს, ეს ნიშნავს, რომ პროპაგანდამ სცენაზე კონტროლი დაკარგა. უკრაინამ ასეთი ტიპის ოპერაციებს შორეული მოქმედების სანქციები უწოდა. ამ გამოთქმას ძალა აქვს, რადგან დრონებს ეკონომიკური ზეწოლის ინსტრუმენტად აქცევს. უკრაინა უფრო მეტ საჰაერო თავდაცვას, უფრო მეტ ზეწოლას, მეტ ზეწოლას რუსეთის ენერგეტიკაზე და მეტ მხარდაჭერას ითხოვს, რათა პუტინი მოლაპარაკებებზე აიძულოს. ამავე დროს ზელენსკი ცდილობს აჩვენოს, რომ კიევი მხოლოდ თავს არ იცავს. რუსეთი ჯოჯოხეთად იქცა, რადგან პუტინმა ომი უკრაინაში გადაიტანა და ახლა ომი მისივე დედაქალაქის კართან აკაკუნებს. უკრაინამ რუკაზე შემთხვევითი ადგილი არ შეუტია. მან აირჩია ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, რომელიც დაკავშირებულია საწვავთან, შემოსავალთან და რუსეთის სამხედრო მანქანის ლოგისტიკასთან. ხუთშაბათის თავდასხმა მოსკოვს ყველაზე მტკივნეულ ადგილას დაარტყა. ენერგეტიკა, ტრანსპორტი, პროპაგანდა და უსაფრთხოების შეგრძნება. საში აფრენილი აუზის სახურავი კრემლისთვის მარტივი გზავნილის სიმბოლოდ იქცა. უკრაინა საკუთარ ქვეყანას ითხოვს. უკრაინა ქვეყანა აფხანა და იცვის. მე ვარ მილსონ ალოისი, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი და ჩემი მიზანია ყოველდღე მოგაწოდოთ სანდო ინფორმაცია. ახალი ამბების ბულები ვიდეოს აღწერაშია. დაალაიქეთ, გამოიწერეთ არხი და ბოლოს გადახედეთ კომენტარებს, რომ კიდევ უფრო ჩაერთოთ ჩვენ საზოგადოებაში. მილსონ ალოისი.